როგორც წინა ვიდეოში განვიხილეთ, საუკეთესო დიეტა ისაა, რომლის დაცვაც რეალურად შეგიძლია. შეიძლება ოპტიმალურად დაწერილი, მეცნიერულად დამტკიცებული და ყველანაირად გამართული კვების გეგმა გქონდეს, მაგრამ თუ ორ კვირაში დანებება გიწევს, ეს კვება არაფერში გამოგადგება. ამის საპირისპიროდ ნაკლებად იდეალური დიეტა ბევრად უფრო ეფექტური იქნება, თუ შენთვის მისი შესრულება ხანგრძლივი დროის განმავლობაში პრობლემატური არაა. ანუ მთავარი მიზანი პირველ რიგში ისეთი გეგმის შედგენაა, რომლის შესრულებაც მართლა შეგიძლია. ამისთვის ჯერ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი და სხეული სხვადასხვა საკვებზე და შემდეგ ისე უნდა მოვაწყოთ დიეტა, რომ შევამციროთ სირთულეები და გავზარდოთ შედეგები. ამ ვიდეოში განვიხილავთ რამდენიმე მტკიცებულებაზე დამტკიცებულ ხერხებს, რომლებიც ზუსტად ამის გაკეთებაში დაგვეხმარება. მოდი დავიწყოთ ყველაზე მარტივით, საჭმლის გემოთი. საჭმლის სიგემრიელის ჰიპოთეზა ამბობს, რომ რაც უფრო გემრიელია კონკრეტული საჭმელი, მით უფრო მეტის ჭამა გვინდება ჩვენ. ამას ჰიპოთეზა არც სჭირდება, ისედაც ყველამ ვიცით, რომ კიდევ ერთი ნაჭერი ცარიელი მოხარშული ქათამი არასდროს არ მოგინდება, როცა ერთი ნაჭრით ზედმეტი პიცის ჭამა ყოველთვის შეგიძლია, მაშინაც კი როცა არ გშია. პრობლემა ისაა, რომ ძალიან გემრიელი საჭმელი, როგორიცაა ნამცხვარი, ჩიფსი და ფასტ-ფუდი, უმეტეს შემთხვევაში მაღალკალორიულია და სპეციალურად ისეა შექმნილი, რომ ჭამის შემდეგ უფრო მეტი მოგინდეს. ამიტომ ცხიმის კლების პერიოდებში ჯობია შეამცირო ასეთი გემრიელი საჭმელი და ჩაანაცვლო რამე ცოტა უფრო მოსაწყენით. სულ უგემური საჭმლის ჭამა არაა აუცილებელი, მაგრამ გემოს ცოტა თუ დააკლებ, ჭამის გაჩერებასაც უფრო მარტივად შეძლებ. საპირისპიროდ კი, როცა წონის მომატებას ვცდილობ, გემრიელი საჭმელი ზედმეტი კალორიების უფრო მარტივად მიღებაში დაგეხმარება. მხოლოდ სანელებლების და საწებლის დამატებაც კი ბევრად უფრო ამარტივებს ნებისმიერი საჭმლის მიღებას, რაც გამოგადგება, როცა მადა არ გაქვს. საჭმლის გემოსთან ერთად საჭმლის რაოდენობაც უნდა გავითვალისწინოთ. ჭამის შემდეგ დანაყრების სიგნალზე კალორიების და მაკრონუტრიენტების რაოდენობის გარდა საჭმლის მოცულობასაც აქვს. ანუ კუჭი რამდენად სავსეა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზეზის გამო ცხიმის კლების პერიოდებში ისეთი დაბალკალორიული, მაგრამ მაღალი მოცულობის საჭმელი, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული, უფრო გამოსადეგია. იმიტომ რომ ისინი დანაყრების საშუალებას გაძლევენ ზედმეტი კალორიების მიღების გარეშე. წონის მომატებას რაც შეეხება, ამ დროს ამის საპირისპირო სტრატეგია უნდა გამოიყენო. ისეთი მაღალკალორიული დაბალი მოცულობის საჭმელი, როგორიცაა ჩირები, თხილეულის კარაქი და ზეთი, დაგეხმარება ზედმეტი კალორიების მიღებაში, ისე რომ კუჭში სხვა რამისთვისაც დატოვებს ადგილს. კიდევ ერთი ბერკეტი, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ, სითხეებია. სითხის სახით მიღებული კალორიები გვერდსუვლიან ორგანიზმის დანაყრების სიგნალს და ამიტომაც ვერ გზნობ დანაყრების შეგრძნებას სითხის მიღების შემდეგ. ამის გამო ცხიმის კლებისას თხევადი კალორიები ჯობია საერთოდ გამორიცხო. რაც უფრო მეტი კალორია გექნება ნამდვილი საჭმლის მისაღებად, მით უკეთესი, იმიტომ რომ ასე შედარებით მეტ ნუტრიენტსაც მიიღებ და შიმშილიც შედარებით ნაკლებად შეგაწუხებს. მწვანეები კი შეგიძლია მათი უშაქრო ვარიანტებით ჩაანაცვლო და ასევე შეგიძლია გამოიყენო გაზიანი წყალი, ყავა, ჩაი და ნებისმიერი სხვა სასმელი, რომელსაც კალორიები არ აქვს. საპირისპიროდ წონის მომატებისას თხევადი კალორიები, როგორიცაა შეიკები, რძით, პროტეინით და ხილით, იდეალური ვარიანტია წონის მოსამატებლად, ისე რომ უსასრულოდ ღეჭვა არ მოგიწიოს. და დასასრულისთვის ბოლო ხერხი, რომელიც ნებისმიერ დიეტას გაგიმარტივებს, კოფეინის სწორად გამოყენება. კოფეინის სტიმულანტთან ერთად ასევე მადის ჩამხშობიცაა. ზუსტად ამიტომაა, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი დილით მხოლოდ ყავას სვამს და შუადღემდე საჭმელი აღარ უნდებათ. ნორმალური კოფეინის რაოდენობას შეუძლია შეამციროს შიმშილის გრძნობა, მოგმატოს სიფხიზლე და ასევე გაზარდოს დღიური ფიზიკური აქტივობა. რაც წონის კლებისთვის ძალიან გამოსადეგი რამეებია. მთავარია იმდენი და ისე ხშირად არ მიიღო, რომ ტოლერანტობა ჩამოგიყალიბდეს და ეფექტის მისაღებად უფრო და უფრო დიდი დოზების მიღება გიწევდეს. ანუ ცხიმის კლების დიეტის დასაწყისში შეგიძლია ნაკლები კოფეინი მიიღო და როცა დიეტის ბოლოს კალორიებით შემცირდება და წონის კლებაც უფრო გართულდება, კოფეინის რაოდენობა გაზარდო მაქსიმუმამდე. მომატების დროს კი უმჯობესია შეზღუდო კოფეინის რაოდენობა, იმიტომ რომ მადის ჩამხშობმა ეფექტმა შეიძლება ზედმეტი კალორიების მიღება გაართულოს. ამასთან ერთად ცოტა ხანი დასვენება სენსიტიურობას დაგიბრუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა თავიდან დაიწყებ გამოყენებას, შედარებით ნაკლები დოზები დაგჭირდება იგივე ეფექტების მისაღებად. რომ შევაჯამოთ, დიეტის დაცვა მხოლოდ დისციპლინა არაა და რაც მთავარია შემთხვევით არ ხდება. დიეტის წარმატებული დაცვა სწორი დაგეგმვის და სწორი მეთოდების გამოყენების შედეგია. ამიტომ დაიმახსოვრე, რომ ცხიმის კლებისას საქმის გასამარტივებლად შეგიძლია შეამცირო გემრიელი საჭმელი, გაზარდო საჭმლის რაოდენობა ხილის და ბოსტნეულის გამოყენებით, მიიღო ისეთი სითხეები, რომლებიც კალორიებს არ შეიცავენ და სტრატეგიულად გამოიყენო კოფეინი. კუნთის მომატების დიეტის გასამარტივებლად კი ყველაფერი პირიქით. უნდა მიიღო მაღალკალორიული, დაბალი მოცულობის გემრიელი საჭმელი, მეტი კალორიები უნდა მიიღო სითხიდან და შეზღუდო კოფეინი. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.